წარმატებული გამომდინარე იქედან, რომ ურთულეს ვითარებაში, როდესაც არ ჩერდება პროვოკაციები სამწუხაროდ ოკუპაციის ხაზთან, მიმდინარეობს ხალხის გატაცება, მიმდინარეობს მართულხარდების ადამიანების დაშორიშორება ერთმანეთისგან, ადამიანების, რომლებსაც აინტერესებთ ერთად ყოფნა, იმიტომ რომ ჩვენი მეგობრები ცდილობენ, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები იქეთ ამ მხარეს ცდილობენ, რომ იყვნენ მეტ კონტაქტში დანარჩენ საქართველოსთან, აი ამ ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციასთან, რაც უაღრესად ასე ვთქვათ, აი დანის პირზე სასიარულოა და რთულია, ეს მისასალმებელია, გვაქვს წარმატება პრაგის ფორმატში, სადაც ეკონომიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ და იმ ეკონომიკური საკითხების წარმატება სწორედ გამოიხატა იმაში, რომ წელს პირველ ორ კვარტალში ძალიან სერიოზულად გაიზარდა რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი და ამავე ფონზე ჩვენ იმ ვექტორს, რომელიც თავიდანვე ჰქონდა აღებული, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ვექტორი, არა მარტო ვინარჩუნებთ, არამედ კონკრეტულ შედეგებსაც ვაღწევთ. ეს იყო ვილნიუსი შარშან ნოემბერში და ეს იქნება ხელმოწერა სულ მალე ივნისში.